სალამი მეგობრებო, დაგებრუნდით ახალი ვიდეოთი და ახალი ამბებით. კარგი არის ის, რომ ყველაფერი მზად მაქვს თითქმის სტრიმების დასაწყებად. განათება, კამერა, რაღაცეები რამე რუმე, ყველაფერი მზად არის და დღე-დღეზე დავიწყებ სტრიმებს. ხო, კაი ამბავი რა არის, კიდე ერთი სტრიმებისთვის გამომიჩნდა სპონსორი, უშუალოდ სტრიმების სპონსორი იქნება კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზია არის ასეთი Riders-G. რომელმაც გამომიგზავნა ძალიან მაგარი საჯუქარი რა. რომ გაიგეს რომ სტრიმების დაწყებას ვაპირებდი და მინდოდა სტრიმებისთვის ცალკე სპონსორი მყოლოდა, გამომიგზავნეს ძალიან მაგარი საჯუქარი, რომლის unboxing-იც გვექნება დღეს და აწყობა, გატესტვა და ასე შემდეგ. ეს არის Razer-ის ძალიან მაგარი gaming სკამი სავარძელი. Razer Enki X. Enki X არის Razer-ის მეორე სკამი, რომელიც გამოუშვეს, პირველი იყო ისკური 4 წლის წინ გამოუშვეს. შემდეგ ამ სკამზე დაკვირვებები აწარმოეს, გაუმჯობესეს რაღაცები, რა ნაკლებიც ჰქონდა გამოასწორეს და დღეს მოკლედ გაჩვენებთ ამ gaming სკამს, რამდენად მომწონს, როგორია, რა არის. აქვე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას გადავუხდი Riders-G-ს. ეს მაღაზია არის, ანუ ფიზიკური მაღაზია არ არის, მხოლოდ ონლაინ მაღაზია არის ამ ეტაპზე, ახალი მაღაზია არის და როგორც მითხრეს, ძალიან მალე აპირებენ დიდი რაოდენობით პროდუქციის და ნაირფეროვანი პროდუქციის შემოტანას გეიმერებისთვის. ხო, მოდი ახლა სკამზე გადავიდეთ. უზარმაზარი ყუთია მეგობრებო, ამ ხელა ყუთით ჯერ სკამი არ მომსვლია, არ ამიწვია ნამდვილად. ოპა, Jerry Rig Everything-ის ყოვლის მჭრელი დანის დავიწყოთ გახსნა. პატარა unboxing-იც გვექნება და აწყობასაც გაჩვენებთ. ხო, ეს ძალიან მაგარი რაღაცა რევიუებში ვნახე. თავისი ხელთათმანები მოყვება, ცა როგორ ქვია, Builders Gauntlets, მშენებლის ხელთათმანები. რბილია, გავიკეთებ მაინც. რახან მოყვება. ლოგოც რო ქონდეს Razer-ის ვაფშე მაგარი იქნებოდა. არა, ლოგო არ გვაქვს, მაგრამ მწვანე ფერის ისინი გვაქვს ზოლები. ხელებს აღარ დავიზიანებთ. ინსტრუქციები, აი ამ ხელა ინსტრუქციები, თუ ვინმე ისეთი გეიმერი ხართ, რომელიც ვერ ხედავთ პატარა რაღაცეებს. წარმოიდგინე, შუთერებს რო თამაშობ და ამ ხელა ინსტრუქცია რო გჭირდება, წასაკითხათ. ეგეთი მხედველობა რო მთელი რუქა ხატია, როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენი სკამი. Gaming სკამი სხვათა შორის არასდროს არ მქონია აქამდე. ეს იქნება ჩემი პირველი ნამდვილი gaming სკამი რა, აი იმენა მაგარი gaming სკამი რაც არის. და ეს ვიყიდე კიდე YouTube ვიდეოების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ასევე web კამერათაც გამოდგება რა, 4K-ში რო გავსტრიმოთ. 4K-ში გავსტრიმოთ თუ არა მაგას მოვიფიქრებ, მაგრამ ჩვენი ოთარაც აქაა გვიყურებს. სკამი გამოჩნდა. ეს საზურგე, ძალიან კაია. უკვე მომწონს. უკვე ეთყობა რომ racing სკამია რა, საბოლოო სკამი. მე racing თამაშებს არ ვთამაშობ, მაგრამ მაინც. თავარია კომფორტული იყოს. ეს ვარსკვლავი გვაქვს. სხვათა შორის მეტალის არის, აურა ხმაკ. მეტალის არის, ამას არაფერი არ მოუვა, არ დაიღუნება, არ გატყდება. სავარაუდოდ კი არა და აუცილებლად ბორბლები, გორგოლაჭები უნდა დაუყენოთ ამას. აქსესუარების ყუთი გვაქვს, რომელიც მძიმეა ძალიან. სკამზე მძიმე ეგ არის. ესეც ბოლო ნაწილი, ძირითადი საჯდომი ნაწილი. ესეც კაი მძიმე. აქსესუარების ყუთი გავხიე რა თქმა უნდა. ეს რა არის? კიდე დამატებით ინსტრუქციები. Razer-ის სტიკერებიც გვაქვს მეგობრებო. ამას შევინახავ და აუცილებლად ჩემ შემდეგ кейს მივაკრავ. ამ кейს ვცვლი, ვყიდი. ახალი კომპიუტერის აწყობას ვაპირებ ძალიან ახლო მომავალში. ბორბლები გვაქვს ჩალაგებული ძალიან ლამაზად. ნელ-ნელა გავარკვევთ რასად მიდის და მთავარი მექანიზმი გადახრის არის აი აქ. აჰა. ეს გამძიმე. კაი, რა ყველაფერი მეტალის არის, პლასმასის თითქმის არაფერი არ იყო, რაც ამოვიღე და ეს არის მარეგულირებელი ზევით ქვევით, რითიც უნდა გამოძრაოთ სკამი. პირველ რიგში საზურგე დაუმაგრეთ, ინსტრუქციებს მივყვებით და უბრალოდ გვერდებზე იყო 2-2 შურუფით მისამაგრებელი, შემდეგ ეს პლასმასები მივაყენეთ და პრინციპში ეგ იყო. ეხლა იწყება უფრო რთული ნაწილი, ეს ყველაზე მარტივი იყო, მთელი მექანიზმების დაყენება. დავაყენეთ ეს მექანიზმიც. ძალიან კარგი არის, რომ ეს შურუპები რაც უნდა დაუჭიროთ, ყველაფერი ისედაც წინასწარ არის თავის ადგილზე, უბრალოდ მოშვება, ნაწილის დადება და ისევ ჩახრახნა გვიწევს რა და არ გვიწევს გარკვევა რომელი შურუპი სად მიდის. და ერთი რაღაც რაც არც ერთ რევიუში არ მინახავს რომ ეთქვათ არის აი ეს. ამ სახელურებს აქვს თურმე შესაძლებლობა რომ ეს მოუშვათ და შიგნით ან გარეთ გავწიოთ რა, იმის მიხედვით თუ რამ სიგანეზე გვინდა რომ იყოს სახელურები. არც ერთ რევიუში არ შემხედრა და მინდოდა მეჩვენებინა ეს თქვენთვის. ბორბლები დაუყენეთ, არაფერი მოსაჭერი არ იყო, პირდაპირ წკაპონდება ეს ბორბლები და ეს მექანიზმიც, რომელიც არის აწევა-ჩაწევაზე პასუხისმგებელი, ესეც პირდაპირ ჯდება ამ ფეხებში და ახლა ამაზე უნდა დავაცვათ სკამი და ეგ იქნება მოჭერაც არ უნდა. ძალიან მარტივი ასწყობი იყო სხვათა შორის. აი ასეთი სავარძელი გამოგვივიდა მეგობრებო, ახლა გავუტესტოთ.
ბევრი ძახდა რომ ანუ სანამ ავაწყობდი და რაღაც რევიუებს უყურე და ბევრი ძახდა რომ ძალიან მყარიაო, საერთოდ არ არის მყარი რავი. მე ძალიან მეკომფორტულება. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ აქვს რეგულირებადი მექანიზმი, აქვს ჩაშენებული საზურგე, რომელიც ძალიან კომფორტულია და რავი, მე მომწონს რა. აი რომ ვზივარ, მოვგორდე კომპიუტერთან. ოკეი, ესაა ყველაზე მაღალი. რო თქვა რომ რაღაცა ძალიან მაღალია თქო, არა, ის ჩემი ძველი სკამი ბევრად უფრო მაღალზეა დიოდა. დაბალი ვნახოთ. დაბალი ეს არის. ხო რა, ანუ ძალიან დიდი ამპლიტუდა არ აქვს მაღლა-დაბლა აწევის. სახელურებს რაც შეეხება, ეს არის NKX-ი, NKX-ის შედარებით ცოტათი უფრო იაფიანი ვერსია. NKX-ის აქვს 4D სახელურები, ამას აქვს 2D სახელურები, ანუ 2D რას გულისხმობს? ორი მიმართულებით რეგულირდება მარტო, ზევით ქვევით ადის ჩადის. და ტრიალებს აქეთ იქით ესე რა. და როგორც გაჩვენებთ, ცოტა განზეც შეგიძლიათ გაწიოთ, ან შიგნით შემოწიოთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სხეულის წყობა გაქვთ. წინ და უკან არ მედის, მაგრამ დიდად არც მჭირდება. არ ვიყენებ ხოლმე ამ სახელურებს. NKX-გან NKX-ი განსხვავდება იმით, რომ აქ როგორც გითხარით, ანუ მხოლოდ ორი მიმართულებით რეგულირდება, აქვს NKX-ის ქანაობა, ამ სკამს არ აქვს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ძველ სკამს ჰქონდა, არასდროს არ გამომიყენებია წლების განმავლობაში. არ არის ჩემთვის რაღაც ისეთი ფუნქცია, რომ მაგის გამო $100 მეტი გადავიხადო. ნახოთ, რამდენზე გადადის უკან. საკმაოდ შორს გადადის. ცუდი არ არის. ტრიალითაც კარგად ტრიალებს, არ ჭრაჭუნობს არაფერი, არც ტყავი, არც მექანიზმი. ესე გადაწოლასაც და ესე თამაშსაც არ ვაპირებ. ესე წოლა იდეაში იმათვისა, ვინ ჯოისტიკით თამაშობსო და რა ვიცი. ჩემთვის გეიმინგ სკამს და ზოგადად სკამს კომპიუტერთან აქვს ის დანიშნულება, რომ რაც შეიძლება სწორად იჯდე დიდი ხნის განმავლობაში ისე რომ არ გეტკინოს ზურგი, წელი, რაღაც არ დაიღუნო, იყოს არც ძალიან რბილი, არც ძალიან მყარი, რომ არ მოგადუნოს, გამართულად იჯდე რა, ეგ არის ჩემთვის მთავარი. სახელურებს მე მაინც აი ესე ვზივარ ხოლმე რა, ახლოს ვზივარ კომპიუტერთან, აი ესენი მაქვს ამებზე ჩამოდებული. ერთადერთი რაც არ მომწონს, ახლა რასაც ვგრძნობ, არის რომ საკისრე არ მოყვება ამას X და მოყვება ჩვეულებრივს. აი საკისრე ცალკე უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ ძალიან უკან არის რა თავის მისადები იმ პოზისთვის, რა პოზაშიც მე ვზივარ კომპიუტერთან, თავს ვერ მივადებ. მაშინ ძალიან მომიწევს ესე გადახრა. აქ რო იყოს ბალიში, იქნებოდა ძალიან კომფორტული კისრისთვისაც. ეხლა ნამდვილად მაკლია და ეგ მაქვს ავედი. აწყობის ხარისხი, ნაკერები ყველაფერი, ანუ რაღაც პრემიუმ შესახედაობის არის ეს სკამი და არსად არ იგრძნობა, რომ რაღაც შეიძლება იაფიანი არც არის 1500 ლარამდე ღირს ეს სკამი, მეგობრებო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Ridergy-ს, რომ ესეთი საჩუქარი გამიკეთა სტრიმებისთვის და ანუ რა აქვს რას ვიზავთ ახლა ვალდებულები ვართ რომ დავიწყოთ მალე სტრიმები მეგობრებო რამოდენიმე დღეში ვიზუალურად ძალიან ლამაზია აქვს სამი ფერი ზოგადად ამ სკამს არის მთლიანად შავი ეს ლოგოც რო შავი აქვს და ნაკერებიც ეს არის შავი მწვანეში რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ლამაზია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და არის კიდევ ვარდისფერი ნუ ვარდისფერი რა თქმა უნდა მე არ მინდოდა ძალიან კარგი დიზაინი აქვს ერთადერთი ხო რა ბალიშს დავამატებდი აქ ესენიც არ არის ძალიან მყარი სახელოები ზოგისთვის მყარია ხოლმე და გრბილ რაღაცას ამაგრებენ და მე დიდად არ მაწუხებს ჯერჯერობით მაგას უკვე გამოყენებაში შევატყობთ და არც ზედმეტად არ ყანყალებს არ ხმაურობს არაფერი და რაღაცნაირი მყარი სკამია რა Secret Lab-ის სკამის დათრევა მინდოდა მაგრამ რა თქმა უნდა გადავიფიქრე ესეც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ძალიან მაგარი საჩუქარი გამიკეთა Ridergy-მ გადადით მათ ლინკზე ახლა იწყებს ეს მაღაზია ასე ვთქვათ საცალო გაყიდვებს აქამდე არ ქონდათ არც საიტი არაფერი ჯერ ონლაინ მაღაზია არის და სამომავლოდ შეიძლება ფიზიკური მაღაზიას გახსნან ესეც ჩემი ახალი სავარძელი Razer NKX-ი რომელიც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა არ ველოდი ესეთი კომფორტული თუ იქნებოდა გრძელი სათამაშო სესიების შემდეგ და სტრიმების შემდეგ ჩემი ხერხემალი თავს კომფორტულად იგრძნობს იმედია ჯერ ცოტა მიუჩვეველი ვარ რაღაცნაირად ცოტა მყარი არის მაგრამ მოჯდება როგორც სიტყვიან. პრინციპში სულ ეს იყო რის ჩვენებაც მინდოდა ამ ვიდეოში. თუ გამოწერილი არ გაქვთ არხი გამოიწერეთ, ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს გპირდებით და ბევრ სტრიმს და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და კომენტარებში დავიწერეთ თქვენ რომელი გეიმინგ სკამი გაქვთ ან რომელი გეიმინგ სკამი მოგწონთ და გინდათ რომ გქონდეთ. მე კი აქ დაგემშვიდობებით, დროებით.